როგორც წინა ვიდეოში შეგვიძლია დღეს ზუსტად გიჩვენებთ, თუ როგორ განისაზღვრება ზრდის პოტენციალი რენტგენოლოგიურად და გარეგნული ნიშნებით. გახსოვდეთ, გენეტიკა მხოლოდ საზღვრებს აწესებს. მთავარ ფაქტორს კი განაპირობებს ზრდის ჰორმონი სომატოტროპინი. დავიწყოთ რენტგენით. შეხედეთ მუხლს. ეპიფიზური ფირფიტები, ანუ ზრდის ზონები, ბარძაყის ძვლის ქვედა ნაწილსა და წვივის ძვლის ზედა დაბოლოებაზე მდებარეობს. რენტგენზე ისინი მუგ-გამჭვირვალე ზოლებად ჩანს, რადგან ხტილი ატარებს სხივს. და სანამდე რენტგენზე ჩანს ეს მუქი ზოლები, ანუ ზრდის ზონები, თქვენი ზრდებით. თუმცა მუხლზე მხოლოდ ორი ასეთი ზონაა. ნამდვილი სიზუსტის ბიოლოგიური საათი ჩვენი ხელის მტევანშია. აქ თავმოყრილია 30-მდე მცირე ძვალი, რომლებიც სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით საათივით ზუსტად ეტაპობრივად იხურება. და დღეს უკვე კლინიკებში ხელოვნური ინტელექტი მტევნის რენტგენით მიკრონების სიზუსტით პროგნოზირებს ბიჭებისა და გოგონების საბოლოო სიმაღლეს. ისე რენტგენის გარეშეც შეიძლება შეამჩნიოთ ყოველდღიურობაში, რომ მიზრდებით. ანუ მოგემატათ საგზობლად ჭამისმა და ღამით გაქვთ ყრუდკივილები წვივებში. ამიტომ დაიცავით სწორი კვება, ძილის რეჟიმი და გაიზრდებით.